Როდესაც ამბობთ, რომ მაგალითად თბილისში არის მოლოდინი, გაქვთ მოლოდინი, რომ შეიძლება დაამარცხოთ ქართული ოცნება, დაამარცხოთ კახი კალაძე. მაშინ რატომ ამბობთ, რომ აი დილით წავიდეთ არჩევნებზე, საღამოს გავიდეთ აქციაზე. მაშინ აქციაზე რაღაცა მიდიხართ? აი თქვენ თქვით, მუნიციპალური არჩევნებით ვერ დამარცხდება ხელისუფლება. მუნიციპალური არჩევნებით შეგვიძლია დავაზიანოთ და დავასუსტოთ ხელისუფლება. ეს ბრძოლა არის გასაგრძელებელი. და როდესაც ვამბობთ, რომ არჩევნებზე ასულა არის ერთ-ერთი გამოსავალი, ჩვენ არ ვამბობთ, რომ დავამთავრებთ 4 ოქტომბერს და 5-ში უკვე ქართული ოცნება აღარ იქნება ხელისუფლებაში. იმიტომ რომ ეს იქნება ტყუილი. იქნება ეხლა კალაძემ რომ გამოაცხადოს, რომ წააგო კალაძემ და მოიგო თქვენმა კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ და ამ დროს რუსთაველზე რა საპროტესტებთ, რატომ მოიგო ირაკლი კუპრაძე? თვეებია ჩვენ ვამბობთ, არა რა თქმა უნდა, საიდან მოიტანით ეს რომ ამას გავაპროტესტებთ. თვეებია ვამბობთ, რომ ერთი გზა არის არჩევნები და მეორე გზა და მთავარი მოთხოვნები რაც გვაქვს ეს არის ახალი სამართლიანი არჩევნები და ყველა პოლიტპატიმრის უპირობოდ გათავისუფლება რჩება დღის წესრიგში არათუ რჩება ჩვენ არჩევნებში შესვლა სწორედ ამ მიზნამდე მისასვლელ გზად განვიხილავდით და განვიხილავთ დღესაც რომ ამ არჩევნებში სერიოზული წარმატება დაგვაახლოვებს ორ მთავარ მიზანთან პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან და ახალ სამართლიან არჩევნებთან ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი რომელიც არასდროს არ შეგვიცვლია. არასდროს არ გვითქვამს, რომ ჩვენ არ გავალთ რომელიმე აქციაზე, რომლის მთავარი მოთხოვნა ეს ორი არ იქნება. თუმცა თუ რომელიმე პოლიტიკური პარტია შეეცდება, რომ თავისი პოლიტიკური დღესწესრიგიდან გამომდინარე დღესწესრიგი მოახვიოს აქციას თავს, რა თქმა უნდა, ჩვენ ასეთ აქციებზე არ ვიქნებთ. ჩვენ გვაქვს ორი მთავარი მიზანი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ყველა მძევლის გათავისუფლება, რომელიც უსამართლოდ ყავს ივანიშვილს დატყვევებული და ახალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ხოლო როცა იქნება ამ ქვეყანაში სამართლიანი არჩევნები, სხვათა შორის ეს მუნიციპალური არჩევნები ამ ხრივაც არის მნიშვნელოვანი. ჩვენ უნდა ვიყოთ ოპოზიცია, უნდა ვიყოთ სრულ მზადყოფნაში და ჩვენ არ ვიცით, როდის გადაწყვეტს ქართული ოცნება ამ არჩევნებს, იმიტომ რომ მათ არ აქვს ლეგიტიმაცია. ვერ მიიღებენ ლეგიტიმაციას. შესაძლოა ძალიან მალე ჩაატარონ არჩევნები და ჩვენ უნდა ადამიანები ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდი ნაწილი, ვინც სავარაუდოდ არ მიდის ამ ადგილობრივ არჩევნებში, არ მონაწილეობს, არ მონაწილეობს. მე ამ მონაცემებით არა. და თქვენი ეს გადაწყვეტილება ხართ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი. თქვენი ეს გადაწყვეტილება დაეხმარება იმას, რომ კახა კალაძე დარჩეს ხელისუფლებაში თუ არ დაეხმარება? და მე რომ მივიდე ამ არჩევნებზე და როგორ თქვენ ფიქრობთ, რომ კახა კალაძე იმით დამარცხდება, მე რომ მივიდე არჩევნებზე და არ დაიწყებს დემოკრატიებში კი, თორნიკე, ოღონდ ჩვენ ვთანხმდებით, რომ შარშანაც მოუწია ამ ქალაქში აღარ არსებობს და რომ ბიძინა ივანიშვილი არის რუსული ავტორიტარული რეჟიმი, რაც თქვენს კოლეგებსაც თავის აი აღწერილობაში არაერთ ინტერვიუებში უთქვამთ, მე ვფიქრობ, რომ ასეთ რეჟიმებს საერთოდ არ აინტერესებთ, რამდენი ადამიანი მივა არჩევნებზე, ვის გააფერადებს თუ ვინ შემოხაზავს. ბიძინა ივანიშვილმა უკვე დაადასტურა, რომ არჩევნების ნაცვლად ის იღებს პირადად გადაწყვეტილებას, რა რიცხვები უნდა დაიწყოს. შეგიძლიათ მითხრათ, აი არ მიდიხართ 15 წუთს არ გამოყოფთ იმისთვის, რომ ჩახვიდეთ და ოპოზიციონერი კანდიდატი, ძალიან კარგი კანდიდატი არ გააფერადოთ. როგორ აზიანებთ ამ ეხლა ნახეთ, ხო, ბევრი დრო მეაქვს ჩვენ შორის კამას და არ მგონია, რომ მაყურებლისთვის ჩემი აზრი იყო საინტერესო, მაგრამ უბრალოდ ვიტყვი იმას, რომ მე როგორც ერთი მოქალაქე ვფიქრობ, რომ მე თუ ვთვლი, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი არის იმგვარი რეჟიმი, ვისთვისაც არჩევნებს აზრი არ აქვს და ის არის რუსული რეჟიმი, სადაც ასევე თორნიკე დამეთანხმებით და იცით თქვენ ძალიან კარგად, რომ ტარდება კი არჩევნები და მონაწილეობენ იქაც სხვადასხვა კანდიდატები, მაგრამ რა ვიცი, გინახავთ ოდესმე პუტინის რეჟიმი. ხო, აი ასე ზიანდება, არ მისვლით როგორ ზიანდება. არ მისვლით ხელი შეეწყობა იმას, რომ კახა კალაძის გუნდი დარჩეს ისევ ხელისუფლებაში, გააგრძელოს ამ ხალხის დაცვა, პენსიონერების გააგრძელოს მოსწავლეების რომელიც არჩევნებით არ წავა და დემოკრატიის ნიშნები არ არსებობს ამ ქვეყანაში. და სხვა გზით აპირებთ მაშინ ბრძოლას, ანუ არჩევნებით არა, მაშინ რიგარეში ხო ამბობთ, რომ ჩვენ ახალ და სამართლიან არჩევნებს ვითხოვთ. თქვენც აქამდე მეგონა რომ ამ არჩევნების მოთხოვნაში ვიყავთ. ქუჩის გარეშე არაფერი არ გამოვა და აი დავანიშნოთ მათ სამართლიანი არჩევნები. განანეს ადამიანები გარეთ. ქუჩით უნდა დავანიშნოთ მათ საარჩევნო ახალი არჩევნები, დიახ, მაგრამ თქვენ ამბობთ რომ არჩევნებით არ წავა. მაშინ ამ მოთხოვნას რაღაცა უერთდებით რომ ახალ არჩევნებს ვითხოვთ. ახალი არჩევნები თქვენ რა გონიათ? ეხლა 300 დღე იმიტომ დგას ეს ხალხი ქუჩაში, მაპატიეთ, მაგრამ ეხლა ეს იმ ადამიანების ძალიან დიდი შეურაცხყოფა, ვინც ამდენი ხანია ქუჩაში დგას და მოითხოვს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ცვლილებას და არავის არ უთქვამს იქ
რომ ბიძინა ივანიშვილმა ისევ კალანდარიშვილიც სუსტით და ამ სისტემით ჩაატაროს არჩევნები. ხო ითხოვდნენ, ხო ითხოვს ეს ხალხი. სისტემით ჩატარდება თორნიკე და ეს არის განსხვავება, ხო? ეს ძალიან მარტივია. ასე რომ არჩევნებით მოუწოდეთ საზოგადოებას 4 ოქტომბერს მობრძანდით, გააფერადეთ 9 თბილისში ყავს განსაკუთრებით და ძალიან კარგი ადამიანი ირაკლი კუპრაძე, ის იქნება თქვენი ხმა ყველგან, ის წლების განმავლობაში იყო თქვენი ხმა, ასე რომ მოდით და ერთად ვიბრძოლოთ ყველგან. არჩევნები ეს არის კონსტიტუციით დანიშნული და არავის არ უჩუქებია ჩვენთვის და ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ ერთად. მადლობა თორნიკე, მადლობა და მე აუცილებლად წავალ არჩევნებზე, მაშინ როდესაც ამ ქვეყანაში ჩატარდება არჩევნები და დარწმუნებული ვარ, რომ ეს დრო აუცილებლად მოვა.